10%-იანი უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის ნელი ტემპის ფონზე პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ქვეყნის კეთილდღეობა საზღვარგარეთ ამერიკული პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზეა დამოკიდებული. 95% of the world's customers სოფლიოს მომხმარებელთა და მზარდი ბაზრების 95% ჩვენ საზღვრებს გარეთ იმყოფება. ამდენად, თუ ჩვენ გსურს შემოსავლის ახალი წყაროები, ჩვენ ამ ახალი მომხმარებლის მოზიდვისთვის სხვა სახელმწიფოებთან კონკურენცია მოგვიხდება. თეთრი სახლის განცხადებით, ექსპორტის ზრდამ ბოლო 9 თვის მანძილზე ამერიკის ეკონომიკური განვითარების ტემპი 1%-ით გაზარდა. ვაჭრობის მინისტრი გერი ლოკი აღნიშნავს, რომ ამერიკელი ექსპორტიორები მილიონობით სამუშაო ადგილს უზრუნველყოფენ ამერიკაში. Over 1 in 3 manufacturing jobs and almost 1 მრეწველობაში 3 სამუშაო ადგილიდან 1 და სოფლის მეურნეობაში 5 სამუშაო ადგილიდან 1 პროდუქციის ექსპორტს უკავშირდება. პრეზიდენტის ეროვნული საექსპორტო ინიციატივა ჯერჯერობით დასახულ მიზნებს აღწევს და 2015 წლისათვის ექსპორტის მოცულობა უნდა გაორმაგდეს. ბატონი ობამა აღნიშნავს, რომ არსებული სავაჭრო შეთანხმებების ზედმიწევნით შესრულება ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რათა ამერიკულ კომპანიებს მზარდ ბაზრებში შეღწევა შეეძლო. ჩინეთთან ჩვენი დისკუსიები ეხება იმას, თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ამერიკულ კომპანიებს ჩინური ბაზრის ათვისებაში. ბატონი ობამა მიესალმება ჩინეთის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ჩინური ფულადი ერთეულის იუანის გაცვლითი კურსი უფრო მოქნილი გახდა, რადგან უფრო მაღალი გაცვლითი კურსი ამერიკულ ექსპორტს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. მან აგრეთვე გამოთქვა იმედი, რომ სამხრეთ კორეასთან თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები სამხრეთ კორეაში ნოემბერში დაგეგმილ ვიზიტამდე დასრულდება. ალექსანდრე მელიქიშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.